მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ დიდი სიყვარულით, როგორ ხართ ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, კიდევ ერთხელ და კიდევ მოგიკითხავთ, განსაკუთრებით ჩემს ემიგრანტებს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ყურადღებისთვის, სითბოსთვის და მადლიერებისთვის. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მესმის კი აი ძირითადად 80% ემიგრანტებთან ვიწევს მუშაობა და აი არ ვიცი ხან მიკვირს ხოლმე რომ აი მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ ადამიანები რომლებიც აქედან წასულები არიან არ გაბოროტდნენ შინაგანად არ უნდათ რომ ცუდი ვინმეს დაემართოს მიუხედავად ყველაფრისა როგორც არ უნდა იყოს და ყველაფერი აკლიათ ამ ადამიანებს ანუ არანაირად ერთოდნა მცირედი ხმის ტონისაწევასაც რო არ იგრძნობთ იმდენად მშვიდად და წყნარად არიან მე აღფრთოვანებული ვარ და მე კეთილი შურით მშურს ემიგრანტების ამიტომ არ შემიძლია რო არ ვთქვა ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ ჩემო ძვირფასებო თითოეულ თქვენთაგანს ამიტომ განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს და განსაკუთრებული მოკითხვით განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ჩემი ემიგრანტები რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან ყოველთვის მიუხედავად იმისა რომ მე ესე შეიძლება დღეს მომწეროს და ხვალ პასუხო მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ყველას პასუხი გავცე მაგრამ ყველაზე მთავარი იმ სითბოს და სიყვარულს რასაც ისინი იჩენენ აი არ ვიცი ეს არის შეუდარებელი ამას ვერც ავხსნი უბრალოდ ვერც გადმოვცემ და ამიტომ არ შემეძლო რო არ მეთქვა ეს ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა როგორც შემიძლია ვეხმარები ხოლმე თუ არ შემიძლია ამასაც ვეუბნები შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობ რომ ანუ სიტუაციის მიხედვით რა როგორ რანაირად და სად რა შეიძლება გავაკეთოთ სად არ უნდა გავაკეთოთ და მოკლედ ასე შემდეგ ეს რაც შეეხება ჩემს ემიგრანტებს რომელთაც არასდროს დავიღლები ჩემო ძვირფასებო რომელთა მოკითხვით და სიყვარულის გადმოცემით ეხლა ჩემო საყვარლებო რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით მინდოდა ეს ინფორმაცია მეთქვა მოკლედ არ ვიცი ძალიან ბევრი მოდის კომენტარებს სავარაუდოდ კომენტარებს გავთიშავ იმიტომ რომ კომენტარებში რომ წერთ ყველას პასუხს ვერ გწერთ სამწუხაროდ და ამიტომ მირჩენია კომენტარები გავთიშო თუ რაღაცა პირადში მომწერეთ ხო რომ პირადს ვნახულობ კომენტარებს ყველასა სამწუხაროდ ვერ შეიძლება ზაგვარად ვცდილობ ვნახო მაგრამ შეიძლება ვერ ვნახო ამიტომ ნახეთ რაც შეეხება საქმის და სიტუაციას კი ბატონო მესამე პირის ჩაკეტვა ეს არის 7 ბოქლომით ჩაკეტვა ანუ არ მინდოდა ამ თემაზე საჯაროდ განხილვა მაგრამ უამრავი კითხვა შემოდის აი უამრავი კითხვა ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ მეთქვა საჯარო გაშლაში კი ბატონო ეს არის აბსოლუტური ჩაკეტვა ხა დეტალებში ბოდიშით მაგრამ ვერ გეტყვით ემიგრანტებთან სადაც პრობლემებია მე ვაკეთებ და აქ მათ მაგივრად რა თქმა უნდა მაგ ყველაფერს ვგზავნი და შემდეგ ანუ მე ვიძახი ვიდეო მასალას გულისხმობ, იმიტომ რომ ფიზიკურად არის ნივთები, რომლებიც ემიგრაციაში ვერ იგზავნება, ცივი არაღა თითლება და რა თქმა უნდა არ შეიძლება და შესაბამისად აქ ვმუშაობ მაგ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი ნივთი დაცვა არის ეს პირადის დაცვა არის თუ რა არის, ყველაფერი იგზავნება აქედან ჩვეულებრივად. არანაირი პრობლემა არ არის ჩემო ძვირფასებო ზოგს გონია ხოლმე და მიწერენ კომენტარებში რომ აი ვაიმე ჩამოვა ვაიმე შეიძლება რომ ყველაფერი შეიძლება ყველაფერს ვაკეთებ გზავნით ჩვეულებრივად აქედან არანაირი პრობლემა არ არის კი ბატონო ოღონდ აუცილებლად დიაგნოსტიკა სიტუაციას ნახულობ ეხლა უკვე თქვენ გარეშე და არ მინდა ანუ თუ თქვენს გენდომებათ რა თქმა უნდა მე ამას ფოტოებითაც უყრი და განახებთ და ამ ყველაფერში შედის ერთი წმენდა დიაგნოსტიკასთან ერთად ჩემთან შედის ერთი წმენდა აუცილებლად რომ იმის მიხედვით ვნახოთ რამდენად ტალახში ვართ რამდენად გასრულები ვართ და ანუ ღირს თუ არა საქმეზე ხელის მოკიდება აი თუ ღირს მაგასაც გეუბნებით შესაბამისად ამ ყველაფერთან ერთად თუ პირად ეხება ვაკეთებს გამოძახებასაც და მოკლედ აი ამის მიხედვით წყვეტავთ საქმის ხელი უნდა მოეკიდეს თუ არა და დაჟე მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე საჯაროში ამ საკითხზე ეს არ შეიძლება მაგრამ ძალიან ბევრი კომენტარი ყო ამიტომ პირადში მომწერეთ ხოლმე ძალიან გთხოვთ ეხლა რაც შეეხება ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ფასტეკლება ეხლა დაახლოებით მარტის შუა რიცხვებამდე ამიტომ დამიკავშირდით ჯგუფით არ არის ჩემო ძვირფასებო ინდივიდუალურია ჩემთან ტაროს სწავლა მაქსიმალურად ხელს უწყობ ხოლმე ყველას ისინიც მე და ასე ამიტომ და არც ის მომენტი არ არის რომ ვაიმე კვირაში 3 გაკვეთილი და 4 კვირაში 3 და 4 კი არა
შეიძლება ყველა ღამე მქონდეს გაკვეთილი ლექცია, ასე ვთქვათ და შემდგომ რამდენიმე დღე დავისვენოთ. მერე კიდე ხო ტაროს სწავლა ისე მარტივი არ არის და ესე ხარიხარალოზე ბუდიშტმა რა კანტორა არ არის, რომ ისწავლებოდეს რაღაცეები. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გაშლას და დიდი ხანია ნათელხილველის დასტაზე არ გამიშლია ჩემო ძვირფასებო და დღევანდელი კონსულტაცია ბოდიშ გადავედი პირად კონსულტაციაზე საჯარო გაშლა ეხება ფიქრი გრძნობა მოქმედება ასევე ჩემო ძვირფასებო ყველაზე მთავარი საქმეს არ ვიწყებ თუ არ გავაკეთე გამოძახება თუ არ პირად გულისხმობ თუ არ ნახე რა ხდება რამდენად გვიღირს ამ ადამიანთან საქმის ხელის მოკიდება და რამდენად არ გვიღირს ესეც მთავარი მოკლედ ძალიან ბევრი თემა რომელსაც ბოდიში მალ საჯაროში ვერ განვიხილავთ და ეხლა მოდი ვნახოთ რა ხდება თქვენ პარტნიორი მამაკაცებო ვინც მიყურებთ ვიცით ხო შემოაბრუნებთ ჩაიფიქრებთ ფიქრი გრძნობა მოქმედება ჯერ ჩავიფიქროთ ვინ არის ეს ადამიანი შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო ვისთან გვაქვს საქმე ვინ არის რაც წარმოადგენს საერთოდ ანუ რა ენერგიებშია რა სიტუაცია ამასთან თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით მისი გრძნობები და თქვენთან დაკავშირებით მისი ქმედება რა თქმა უნდა რჩევატაროსგან როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ რომ ის გარეშე ფიზიკურად ვერც დავიწყებთ და ვერც დავამთავრებთ კარგით მოდით არ დავხედავ დასტის ფონს არა ჩვენი არკანია მაგრამ მაინც თავს ვიკავებ და პირველივე არკანი საოცრება ენერგიები ადამიანი რომელიც ვინ ყავს ესეთი იმპერატორი ვინ ყავს ესეთი საოცარი ვინ ყავს ესეთი არ ვიცი ყოვლის შემძლე იმპერატორთან ვართ თუ არა დავიყავით თუ ეხადაშორებულები ვართ რატო დატოვა თქვენში ისეთი კვალი რომ ვერანაირად ვერ ივიწყებთ და იმიტომ რომ რატო ქურუმის ენერგიებში იმყოფება ჩემო ძვირფასებო თქვენი იმპერატორი საოცარ ენერგიებში იმყოფება თქვენი იმპერატორი ჩემო ძვირფასებო მამაკაცი რომლის იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეთ მამაკაცი ერთს რო ასე ვთქვათ გაიფიქრებთ უკვე ანუ მე არ ვიძახა კიდევ მე რომ ფინანსური არ იფიქროთ მარტო ზოგადად გულისხმობ ერთს რო გაიფიქრებთ უკვე იცის რა უნდა და რა თქმა უნდა ასეთ მამაკაცს ვერ ვეშვებით ვერ ასე ვთქვათ ვერ მივდივართ მისგან ვერ ვშორდებით და მე მესმის თქვენი იმპერატორი თან საოცარი პირველივე არკანი ამოვიდა ხალხო იმპერატორი ვეგიჟდები რაიდერის დასტის იმპერატორზე ნახეთ რაიდერზე ბაზირებულია ნათელხილველი დასტა ნიშნულობა არა კაი რაიდერის დასტაზე ნებისმიერი რომელი დასტაც გინდა აიღოთ იმპერატორზე ვგიჟდები ან ნებისმიერი არკანი რომელიც აიღოთ იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რეალური ეს არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ რატო ვასწავლი რაიდერზე ტაროსაც იმიტომ რომ ყველაზე რეალურია დანარჩენი სხვა ასე ვთქვათ მხატვრებზე თუ ავტორებზე დამზადებული დასტები არის მეტად ასე თუ ისე ზღაპრები რაც სუდად არ ვიძახი მაგრამ მე მაგალითად პირად გაშლას საჯარო შეიძლება კიდე გამოიყენო ეს დასტა პირადში არ უნდა გამოიყენო იმიტომ რომ ტყუილად აძლევ ადამიანს იმედს ამიტომ ერთ-ერთი გეუბნებით საოცრება იმპერატორი ამოგვივიდა ჩემოძვირფასებო თან ქურუმის ენერგიები რა ენერგიებში იმყოფება პირველი კითხვა იყო ეს ადამიანი არის ამაყი ადამიანი არის დამოუკიდებელი ადამიანი არის საქმეში თავიდან ბოლომდე გადაშვებული, მაგრამ კი ბატონო ქურუმი ქალის ენერგიით რადგან ამოდის ჩვენი იმპერატორი, რაღაცა თავისი საქმე, რაღაცა თავისი ჩუმე კი ბატონო არ არის გამორიცხული პირად გასახებოდეს, თავის თავში ჩაკეტილი, რაღაც ეტაპზე პირადში გახსნილი არა, მაგრამ არ გამორიცხავ აქ რომ ბევრი ოჯახის თემა არის, რომელიც დანგრევის პირას არის, ან დაინგრა კიდევ და წავიდა მეუღლე, ან წლების ურთიერთობა, რომელიდანაც მამაკაცი როგორც ჩანს, ან ზოგთან წასულია, ზოგთან არა, ეხა თუ თქვენთან არის დღეს და გუშინ თქვენთან იყოთ, არ უნდა უყუროთ, ხო, ამ გაშლას სადაც ხვდებით, ეხლა ჯანსაღად საუბრობთ, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო მე რო გითხრათ ეხლა და მე მოგატყუოთ რომ ეხლა ენერგიებში მივარდნილია მიგდებულია ხო როგორც ხდება ვთქვათ რომ მინახია და მithქვამს რომ აი ნუ ნერვიულობთ და ეხლა განდეგილში არა ადამიანი იმპერატორის ენერგიებში ადამიანი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე საკმაოდ ძლიერ ენერგიებში ოღონდ რაღაცა ჩუმი რაღაცა ხდება რაღაცა კი ბატონო მithქომა მოთქომა რაღაც სიტუაციები მაგრამ რაღაცა გაურკვეველ სიტუაციაში კი ბატონო არ არის გამორიცხული აი ამ ყველაფრის ფონზე
როგორც ჩანს დატოვა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდით თქვენ და გადავიდა მეორე ნაპირზე. ანუ იმპერატორმა დაგტოვათ და წავიდა, რამაც გამოიწვია თქვენში და ეჭვიც არ მეპარება, ესეც იქნებოდა ძალიან დიდი სტრესი, ძალიან დიდი დეპრესია და ჩაგაგდოთ ფაქტიურად ლოგინათ, იმიტომ რომ გულახდილად გითხრათ, მე მესმის თქვენი იმპერატორი, როდესაც მიდის არავინ არ თქვას და არც ერთმა არც ტაროლოგმა, არც ნუმეროლოგმა, არავინ ზოგადად ვინც ტაროს კითხულობს. ნუ პრინციპში ახლა ზოგი ნუმეროლოგი კითხულობს, ზოგი არა. იმპერატორის წასვლა არის ყველაზე დიდი დარტყმა. იმიტომ რომ ესეთი კაცები არის იშვიათი და მე თქვენი მესმის. ეხლა რა სიტუაციაში იმყოფება? სუკვერთხებშია საოცრება ეს არის, რომ სუკვერთხებშია თქვენ თვალით მინდა და როგორ აქტიურ მამაკაცთან გვაქვს საქმე, როგორ წინდა უკან სიტუაციებთან გვაქვს საქმე, მიდი, მოდი საქმე, ანუ ძალიან ჩამოყალიბებული გაწონასწორებული. ეხლა იმპერატორია აქ ვასრულებთ საუბარს, ხო? იმდენად მაგარ ტიპთან გვაქვს საქმე, აი ცოტა ისეთი ჟღერს, ეხლა ჩემი სიტყვები, მაგრამ მართლა სხვას ვერ მოვიაზრებ. იდეალურია მომწონს, იმიტომ რომ ესეთ მამაკაც ბოდიში, მაგრამ ვერავის ვერ გადაულოცავ ხელის გულით, მე ვარ აგერ და მე გეუბნებით, მე პირადად ვერც მე ვერ გადაულოცავ ვერავის და რა თქმა უნდა მაქსიმუმს გავაკეთებ და შესაბამისად ბოდიში, მაგრამ როდესაც იმპერატორისნაირი მამაკაცი ყავს, ეგრე არ ხდება, ეგრე მარტივად მოდი და თუ წასვლა უნდა წავიდეს, ვერ იტყვი, ეგრე თუ წასვლა უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ესეთი მამაკაცები არ არიან ესე მარტივად მისაგდებები, ხო? გააჩნია, აი ნახეთ, სწორად მინდა გაიგოთ, ვის რა სიტუაცია აქვს, არ ვიცით. ყველა სიტუაცია არის ინდივიდუალური, ამიტომ არავის აი საჯარო საჯაროს რატო არ უნდა ენდოთ. ცუდი კუთხით კი არ ვძახი, გინდათ ჩემ საჯაროს, ყველას ინდივიდუალურია, მაგრამ თუ დაახლოებით ცოტაზე და მცირედი მაინც თქვენზე რეზონირ და მიხვდებით, რომ თქვენია ეს გაშლა, პირდაპირ პირადში საჯარო რა არის, საჯარო მინიშნება უნდა მოგცეს, რომ პირადში გადახვიდე, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ერთი პირადი ჯობ ხარ და თანამის თანა იმპერატორი რო გყავთ, მე მესმის თქვენი ესე მარტივად არ არის თან სიტუაციებში, მიდი, მოდი, საქმე წადი, წამოდი, ანუ ძალიან დასტოინ ტიპთან გვაქვს საქმე, სხვა შორის იშვიათად დიდი ხანია აი ესეთი გაშლა არ მქონია, რომ ესეთ დასტოინი რა, აი ბჭყალებში, მაგრამ რა ვქნა სხვა სიტყვა, აი ვგიჟდები რა ვქნა ამარკანძეც და ეგ სიტყვაც მიყვარს, იმიტომ რომ პირდაპირ შეეფერება, ეხლა ამ მამაკაცს ნახოთ, მისი ფიქრი თქვენთან დაკავშირებით, ხო, მოხდა რაღაცა, მოხდა განხეთქილება, თან არა მცირე განხეთქილება და ადამიანი აბსოლუტურად ემოციებისგან განულებული, ადამიანი აბსოლუტურად აი ნახეთ 4-300 გადაგდებულია ეს ბოლო იმედი აქ თითქოს ესე ჩანასახივით და აბსოლუტურად თქვენთან დაკავშირებით ფიქრებში ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ეს არის ის რომ ძალიან დიდ ძალას აძლევდით ადამიანს, ძალიან დიდ ემოციას აძლევდით ადამიანს, მაგრამ აღმოჩნდა ნახეთ მელიასავით სიტუაციაში, ოღონდ მელიასავით იცით როგორი თემაა, ზუსტად და სწორად მინდა გაიგოთ, ეხლა მე რო აქ იმპერატორი ან ყოლოდა აი ვთქვათ ასების მეფე მყოლოდა, კვერთხები მყოლოდა, ხო? ვიტყოდი რომ ხო, აბსოლუტურად სხვანაირად ახსნიდი, მაგრამ რადგან იმპერატორი მყავს, მე ვერ მოგატყუებთ, რომ ადამიანს ძალიან დიდ ძალას აძლევდით, ძალიან დიდ ენერგიას აძლევდით, უბრალოდ აი ამ ფაქტორებმა, აი ამ სიტუაციებმა, ეხლა მე ხო არ ვიცი ყველა სიტუაცია სხვადასხვა გამოიწვია ის, რომ აბსოლუტურად ემოციურად განულდა, ინერვიულა როგორც ჩანს, განიცადა დაშორება, ვერ მოგატყუებთ, რომ არ განიცადა, აი ხა არ ადამიანი ვიქნებ, ეგ რო გითხრათ, უბრალოდ საქმეში იმდენად არის ჩაფლული და რაღაცნაირად ცდილობ თითქოს დაალაგოს რაღაცეები, რომ არ არის გამორიცხული კონკრეტულად ამის გამოც იყოს ეხლა ამ ეტაპზე დაკარგული, მაგრამ ყველაზე მთავარი თითქოს იცით როგორი რაღაც გაუკეთეთ, აი განაძალით წავიდა, აი იძულებული რო გახდებიან რომ წავიდნენ, არ ვიცი მოკლედ რა დააშავა, რა მოხდა, მაგრამ ხო მე თქვენიც მესმის შეიძლება გამოიწვია ამ ყველაფერმა ისეთი მდგომარეობა, რომ ამოგივიდა ტყელში რა ხო ხდებით და აი ნუ რა ვიცი, წადი რა თუ წასვლა გინდა წადი. ანუ რაღაცები აღარ აპატიეთ, მაგრამ ფიქრებში ვერ მოგატყუებთ იმას, რომ ბოლო თასი რადგან რჩება აქ ფიქრი ადამიანს ნამდვილად აქვს, ბოლო იმედი თითქოს ადამიანს აქვს ჩასახული და ყველაზე მთავარი ძალიან დიდ ენერგიებს აძლევდით თქვენ ამ ადამიანს, ნახოთ გრძნობები. მე აქ დავამატებ რამდენიმე არკანს, თქვენ წარმოგიდგენთ არ მჭირდება აქ ისეთი რამე ამოდის, მაგრამ ხო, გრძნობებში მოდით გეტყვით ახლა ერთ რაღაცას.
მოდით გრძნობებში გეტყვით ერთ რამეს იმას, რომ ადამიანი მართლა ფიქრობდა თქვენზე როგორც ოჯახის წევრი. აი, მინდა რომ ზუსტად დაინახოთ, როგორც ოჯახის წევრი ისე მიაჩნიეთ ადამიანისთვის აბსოლუტურად იყავით. არ ვიცი, აი თითქოს აი ერთად რო სუნთქავთ, ხო ხდები თქვენ გარეშე რო ვერ სუნთქავთ, აი დაახლოებით ამ სიტუაციას ხედავ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ გრძნობებში ადამიანი ჩამოიკიდა, გაჩერდა ერთ ადგილას და რა მოხდა ნახეთ. ცნობთ ხო ამ არკას გადავიდა განდეგილში არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს ადამიანი გადავიდა განდეგილში თავის თავთან ჩაიკეტა და აღარც იქით მიდის აღარც აქეთ მიდის ამ დროს ადამიანისთვის ჩვეულებრივი ოჯახის წევრი იყავით ოჯახის წევრით იყავით მაგრამ ჩემო ძირფასებო კიდევ იმეორებ ხა ყველა სიტუაცია სხვადასხვა ამიტომ უნდა ვნახოს ეს ზედაპირულად რა გითხრათ მაგრამ ყველაზე მთავარი რაღაცნაირად შემეცოდა ზოგადად კაცები არ გვეცოდება ჩვენ ხო ვიცით მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს ადამიანი აი განდეგილდა განერიყა და აი როგორ თქვა თავის თავში ჩაიკეტა თითქოს ნახეთ როგორი რაღაც მოხდა თითქოს სხვა გზა არ ქონდაო მიხდით აი იძულებული გახდა თითქოს რომ აი ამ ყველაფრიდან რა ვიცი წასულიყო ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით მე არ ვიცი პროსტორ თქვენ იცით რაც მოხდა და განა იმ კუთხით წავიდა და განა იმითი წავიდა რომ აი თქვენთან არ უნდა არა უნდა რომელია გრძნობებში პირდაპირ გეუბნებით ოჯახის წევრად მიაჩნდით ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ცოლი არ იყავით მაგრამ ასე მიაჩნდით მიხდით იმდენად კარგად გრძნობდა თავს მაგრამ სამწუხაროდ აი სიტუაციებმა გამოიწვია ის რომ ჩამოიკიდა ერთ ადგილას განდეგილი და განერიყა და თავის თავში ჩაიკეტა. არ გამოურიცხავ რომ ძალიან ცუდად იყოს, მე არ გეუბნებით რომ მოიკითხოთ, კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა. ადეკვატური ადამიანები მიხვდებით. ამიტომ ნახეთ თუ თქვენ იმპერატორს კარგად იცნობთ, კი ბატონო მუშაობს, კი ბატონო, ხო, ნუ ენერგიებში მკუთხით რომ რა თქმა უნდა, ხო, ყველაფერი ერთად არ უნდა დაკარგოს კაცმა, კაც მეტი მოითხოვება. მაგრამ ნახეთ თუ თქვენ იცით როგორი ხასიათის მატარებელი ადამიანია, თუ თქვენ იცით რომ დეპრესიაში ჩავარდნა იცის მაშინ ყველა ვარიანტში ამ შემთხვევაში პირადი კონსულტაციაზე უნდა გადმოხვიდეთ რომ ნახოთ რის გაკეთება შეიძლება მიხვდით ყველა სიტუაცია სხვადასხვა ამიტომ მეზე პირად ვერ გეტყვით ვის რაში დაგეხმარებით თორე გრძნობებში ფიქრი გრძნობა პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთში ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი ხართ ადამიანი ვერც ვერასდროს დაგივიწყებთ, არ ვიცი მე არ ვიცი რა მიეცით ამისთან ადამიანს, მაგრამ აი ჩვეულებრივად ოჯახის წევრად მიაჩნდით და მიაჩნიხართ დღემდე. ნახოთ ქმედებაში რაც უნდა ველოდოთ და მე ვფიქრობ რომ ამის მიხედვით გადაწყვეტავთ პირად კონსულტაცია რამის შეიძლება აქაც საჭიროა და ისეთ ეს საჯარო გაშლა უბრალოდ მინიშნება ემოცია ძალიან დიდი ჩემოძვირფასებო ძალიან დიდ ემოციას ელოდეთ ქმედებაში ანუ ქმედება როგორ გითხრათ ახლა რო გითხრათ რომ ხოლმე გამოიქცევა და ჩაგეხუტებათ არა მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ჩაკეტვა ძალიან ბევრთან ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში მუშაობა გჭირდება ყველა ვარიანტში ნახეთ როგორ იცავს თავს ნეგატივისგან შეხედეთ ქმედებაში მე ვერ მოგატყობთ რომ რაიმე იქნება და ხვალვე გამოვარდება აი ხა დავამატებ არკანებს რომ გული არავის არ დაწყდეს მაგრამ ემოცია იმდენად დიდია ხო არ არის გამორიცხული ახლა გონება აქ ჩართული და არ არის გამორიცხული რომ ქმედებაში რაღაცა ემოციებმა გადაწონოს და კი ბატონო რაღაცა ესე პატარა თაიგულით მოგადგეთ ან რაღაცა პატარა ხო ხდები ბოდიშით და რაღაც კონკრეტულად ეს თაიგულს არ ნიშნავს შეიძლება ბოდიშიც იყოს მაგრამ ყველასთან ვერ ეზონირდება ფაქტი ის არის რომ ჯერჯერობით ადამიანი განდეგილის მდგომარეობაში იმყოფება და ამას ვერაფერს ვერ ვიზავთ ან დეპრესიის წინა პერიოდია ამიტომ ვერ მოგატყუებთ რა იმიტომ ამ პირადში აბსოლუტურად სხვანაირად ჩანს ყველაფერი მაგრამ ქმედებაში არ გამორიცხავ რომ კი ბატონო რამდენიმესთან რაღაც სიტუაციების წინ წამოსვლა იყოს ნახოთ ეხლა თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ რას გირჩევთ ტარო ნახეთ რა დამისვა 2-50-50-ზე იმიტომ პირად კონსულტაციაში პირდაპირ გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ ეს არის საჯარო და მაგიტოა როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ სამყაროსგან ხართ ჩემო ძირფასებო შეხვედრილები ერთმანეთს ზოგადად რამდენი პარტნიორიც არ უნდა გვყავდეს კი ბატონო მაინც სამყაროსგან ვართ რა მნიშვნელობა აქვს ხო მაგრამ ეს სხვანაირი მიჯაჭულობა ეს სხვანაირი ურთიერთობა ეს აბსოლუტურად სხვანაირი შეგრძნებები აი იცით როგორი შეგრძნებებია არავისთან რო არ განგიცდიათ ვისაც მით უმეტეს სექსუალური ურთიერთობა გქონდათ რა ეს მინდა რომ ზუსტად გაიგოთ
მაგრამ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? კი ბატონო, ძალიან ბევრი რამ გასწავლათ ამ ურთიერთობამ, მასაც და თქვენს, მაგრამ რადგან სამყაროსგან ხართ, ერთ-ერთი შექმნილები და პლუს ამას აქ ჯაჯმენტიც მიდის გამოც და ეს ყველაფერი არ არის გამორიცხული, რომ გამოცდა იყოს, მაგრამ რადგან 50-50-ზე დამიჯდა და ჩემო ძვირფასებო, მაშინ ვერ მოგატყუებთ იმას, რომ აქ შეიძლება რაღაცა, ანუ ოღონდ ამას კიდევ ვიმეორებ, ამას პირადი კონსულტაცია ჭირდება, ზოგთან შეიძლება თქვენ ნაბიჯის გადადგმა იყოს საჭირო, ზოგთან პირიქით დალოდება, ხო ხდებით? ამიტომ შესაბამისად აქ სამწუხაროდ პასუხს ვერ ვცემთ, იმიტომ რომ რა რკანებიც ამოვიღე, მაინც არ მისრულებს, მაინც არ მეუბნება ბოლომდე თქვენ რა უნდა გააკეთოთ. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ხო, პირადში ყოველთვის ვეუბნები, ერთ-ერთი ვეუბნები, აი გქონია შემთხვევა, რომ მითქვია, რომ ეხავე გავთიშავ თუ არა დაურეკე, ესეც შემთხვევებიც გქონია, ამიტომ ეს უკვე პირად კონსულტაციას იხება, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, აუცილებლად, ანუ როგორ გითხრათ, აი რო გითხრათ ეხლა რომ გაათიშავ ტელეფონი და დაურეკე და ეს არა, ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ 50-50-ია, მაგრამ ის მომენტი, რომ ეს ყველაფერი გამოცდა, ის მომენტი, რომ სამყაროსგან ხართ ერთმანეთთან მოსული, ისიც სამყაროდან არის საჩუქარ და თქვენს მისი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პირადი გაშლა საჭიროა. აი საბოლოოდ რომ შევჭამდეთ, ეხა მინდა ხო დაახლოებით რომ ვთქვათ, ესეთ ადამიანს ვერ დაკარგავთ, იმპერატორია, კი ბატონო, ნამდვილად მაგარი კაცია, კარგი ტიპია და მეც მომეწონა, აი ვაღიარებ, ჯერსაც გიждები ამ იმპერატორზე გითხარით, სიტუაციურად, კი ბატონო, სამსახური ეს თემები რაღაცა მიდი მოდი არის, ფიქრებში და გრძნობებს რაც შეეხება ადამიანს, ოჯახის წევრად მიაჩნი ხართ, ჩემო ძვირფასებო, აი როგორ რაღაცა იცი მარტო სული როა და თითქოს თქვენს იქით გზაგანა, იმიტომ რომ მშობელი არ ყავს ან ვიღაცა არ ყავს, არა, აი თქვენთან რო ცლის გულს, აი თქვენთვი, აი თითქოს თქვენთან რო თავისუფლად არის, ისე ვერავისთან ვერ არის, მიხვდით? ამიტომ მაგ და იმ ხელად ძალასაც ვით, იმ ხელას რო აი ვერც გადმოგცემთ სიტყვებით, მაგრამ სამწუხაროდ ქმედებაში უკვე 50-50-ზე მიზის, ამიტომ მე ვფიქრობ, ესეთი ადამიანის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს, არც არავის არ უნდა აჩუქოთ ესეთი ადამიანი, თუ რაიმეს დახმარება შემეძლება. დაგეხმარებით, შესაბამისად გადმომისამართით ჩემთან, მომწერეთ პირადში TikTok-ზე, ხოლო YouTube-ზე ტელეფონის ნომერია და WhatsApp-ი, Viber-ზე წერთ, დანარჩენს უკვე პირადში გეტყვით. თუ შესაძლებელი იქნება, თუ თქვენი ადამიანია, გამოძახებითაც ვნახავ, ყველაფრით ვნახავ აუცილებლად და მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ არა და მაგასაც გეტყვით, რომ ტყუილად ესე საჯაროზე არ სკროლოთ და ტყუილი იმედები არ გქონდეთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ და კიდევ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ლაიქის ავტორს, თითოეულ კომენტარის ავტორს, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ, გაფასებთ და კიდევ განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს. ძალიან მიყვარხართ, ჩემო ძვირფასებო. დანარჩენ საკითხებზე ჩაკეტვა იქნება ეს, ბლოკი იქნება ეს, დაცვის დადება იქნება ეს, თუ პირადის მიზიდულობა იქნება ეს, ყველაფერს წერთ პირადში, ძალიან გთხოვთ კომენტარებში, ნუ მიწერთ დანარჩენი ყველაფერი მომწერეთ ხოლმე პირადში. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.